სამშვიდობისა, როგორ ხართ? ყველას მოგესალმებით დიდი სიყვარულით, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ცოტა დავიკარგე, მაგრამ არ აუშავს, ძალიან დაკავებული ვიყავი და არ მქონდათ რომ ვიდეოების ჩასაწერად. მოდი ვნახოთ, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ და რა ენერგიებში იქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პოზიტიური კუთხით კარგი რა იქნება. თუ რამე ისეთი იქნება, გაგაფრთხილებთ, რა თქმა უნდა. როგორ ენერგიებში იქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ენერგიებში ხართ. მიხარია, მართლა მიხარია, მიყვარს ბედნიერი ადამიანები. დადებითი ემოცია ზოგადად ესეთი რაღაც არის, რომ სხვებსაც გადაეცემა ხოლმე, სხვებსაც გადაედება ხოლმე, რაღაცნაირად დადებითი ადამიანი თუნდაც აიცით როგორი რაღაც არის, კარგ განწყობაზე რომ ადამიანი ღიმის ბედნიერია, რაღაცნაირად გადმოგადებს ხოლმე ამ ბედნიერებას და აი თითქოს მის გვერდით კარგად გრძნობ თავს, ესეა ეს ყოველთვის რა. და აი ხომ მინდა გითხრათ, რომ თქვენ ძალიან კარგი ენერგიებში ხართ. თუ ასე არ არის, მაშინ ეს გაშლა არ იქნება თქვენი, იმიტომ რომ აქ ისეთი არკანებია, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რამეზე დარდოთ, თან ცუდ ენერგიებში ხართ, ნამდვილად არა. თქვენ შესაძლებელია ახლა იყოთ ესეთ ენერგიებში, თითქოს ლაღი, თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი ხართ. შესაძლებელია ძალიან ბევრი გზა გამოიარეთ აქამდე და გქონდათ ბევრი სირთულეები, მაგრამ ახლა ამ მომენტში თქვენ თავს სრულყოფილად და კარგად გრძნობთ. ფინანსურადაც შესაძლებელია კარგად გრძნობდეთ თავს და ელოდებოდეთ უფრო მეტ შემოსავალს. აი რომელიც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. ასევე სიყვარულით, სიყვარულს რაც შეეხება, სიყვარულით შევსილად გრძნობთ თავს, აი თასებისთვის ისეთი სიყვარული, აი თითქოს უანგარო სიყვარულია, ღმერთის განაჩუქარი სიყვარულია. შესაძლებელია თქვენ გრძნობდეთ ასეთ თავს, რომ თქვენ ყავთ ადამიანი გვერდით, ვინც ისეთ სიყვარულს გაძლევთ, რომ თქვენთვის ეს საჩუქარია ეს სიყვარული, შესაძლებელია ასე, ან ძალიან გიყვართ ადამიანი და ძალიან დადებითი ენერგიებით ისებით მის გვერდით. როგორ ენერგიებში იქნებით შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ იცით როგორ ენერგიებში იქნებით? შესაძლებელია დაელოდებით ფინანსებს, ფინანსურ შემოსავალს, უფრო მეც ვიდრე გაქვთ, რაღაცნაირად ზოგიერთ შესაძლებელია ყველა დარდი და ნერვიულობა, რაც აქამდე იყო დატოვოს ძველ წელში და გაატანოს მას ეს ემოციური მდგომარეობა, რაც თქვენ გაწუხებდეთ და რაზეც თქვენ ფიქრობდით. ზოგიერთი შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით გადაწყვიტოს ეზოთერიკის სწავლა და წავიდეს ეზოთერიკის გზაზე, აი რატომღაც ეს სიტყვებიც მოვიდა, ალბათ ვიღაცისთვის იყო. ზოგიერთ შესაძლებელია გქონდეთ მოქმედება. ან სადმე გინდოდეთ წასვლა, რომელიც ძალიან დიდი ხანია გინდათ რომ წახვიდეთ და ვერ მიდიოდით, ან არ მიდიოდით, ან რა ვიცი, ან თუნდაც ფინანსური კუთხით ფიქრობდით, მეყოფა არ მეყოფა, იქნება არ მექნება. წახვალთ. და ზოგიერთთან შესაძლებელია ეს რეზონირდეს, რომ თქვენი ადამიანი, რომელსაც თქვენ ელოდებოდით, მოვიდეს თქვენთან და ძალიან გაგეხარდებათ, თითქოს გზას გაგინათებთ. აი ესეც რაღაცნაირად. მოდი დავამატებ. კიდევ რა ენერგიებში იქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში. თუ რამეზე ნერვიულობა გქონდათ, თუ ეხებოდა ეს ფინანსებს, ან ძალიან ბევრი დანახარჯი გქონდათ და ამაზე ნერვიულობდით, რომ ძალიან ბევრი დახარჯეთ, გამოხვათ ამ სიტუაციიდან. თუ იყო ესეთი შემთხვევა, რომ თქვენ არ ეხებოდა ფინანსებს და უბრალოდ ჯანმრთელობის პრობლემა გქონდათ, ან სიცხე გქონდათ, ან გაცილებული ყავით და ცუდად გრძნობდით თავს, გამოჯანმრთელდებით და გამოხვათ ამ სიტუაციიდან. ასევე ზოგიერთი შესაძლებელია თუ რაღაც გზა გქონდათ არჩეული და არ იცოდით საით წასულიყავით, სწორია, არასწორია, არ იცოდით იმის იქით რა იქნებოდა და ვერ იღებდით გადაწყვეტილებას, გააკეთებთ არჩევანს და ძალიან კარგად და კმაყოფილად იგრძნობთ თავს, აი თითქოს ბავშვურად, ბედნიერად კმაყოფილად იქნებით, თითქოს ემოციებით შევსილი იქნებით, რაღაცნაირად
ბავშვურად ლაღი ენერგია, აი ბავშვი ხომ იცით როგორ არის, როგორი დადებითი ენერგია აქვთ ბავშვებს, ისინი ანუ სუფთა ენერგიის მატარებლები არიან ძალიან. გულწრფელები არიან, ისედაც როგორ თქვა, არ აქვთ მათ ცუდი ფიქრები, არ აქვთ ანუ ძალიან იმიტომ არის რა ბავშვური ენერგია, ანუ თავისუფალი, ამას ნიშნავს ბედნიერებით სავსე, სიყვარულით სავსე. და აი ყველაფერი კარგი რაც შეიძლება იყოს რა, რასაც მე თქვენ გისურვებთ. მოდი ვნახოთ ახლა კარიერა. მოდი იმავედაც დავკითხო, რატომღაც ასე მომიდა. რა ხდება ახლა? რა ხდება ახლა? და რა მოხდება ერთი კვირის განმავლობაში? კარიერაში. კარიერაში შესაძლებელია იყოს ესეთი რაღაცა ხა რომ თუ თქვენ რაღაცის სწავლა გინდოდათ ან ფიქრობდით რაღაც საქმის წამოწყებას, რაზეც ფიქრობდით რომ შესაძლებელი არ გქონდეთ საკმარისი თანხა და არ გეყოთ, აუცილებლად მოვა თქვენთან ფინანსები, რომელიც გეყოფათ. ზოგიერთი შეიძლება იყოს ესეთ ენერგიებში, რომ შესაძლებელია გქონდათ ბევრი ფინანსური ხარჯი და თითქოს ბევრი ენერგია დახარჯეთ ამაზე, ბევრი ფიქრი გქონდათ ამაზე და აი თითქოს რაღაცნაირად როგორ იცი, ზოგიერთი შესაძლებელია რაღაც მოტყუებულად გრძნობდეთ თავს. ზოგიერთი პირიქით ენერგიას აგროვებდით, ძალას აგროვებდით, მაქსიმალურად გონებით ფიქრობდეთ, რა გააკეთოთ, საჩადოთ თქვენი ფინანსური შემოსავალი, რათა უფრო მეტი მიიღოთ. როგორ ენერგიებში იქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში? მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ენერგიებში იქნებით, ემოციურად ძალიან კარგად იგრძნობთ თავს, სიყვარულით შევსილად. აი თითქოს ეს ყველაფერია, რაც მინდოდა, რაღაცნაირად ეს სიტყვები მოვიდა ახლა ჩემთან. ასევე იცით როგორ იქნებით? მომავალზე იფიქრებთ, საით წახვიდეთ, რა გააკეთოთ, კარგად დასახავთ თქვენს მიზნებს, კი ამ შემთხვევაში კვერთხების სამიანით გადაწყვეტილება უფრო არ არის, უფრო ფიქრის დონეზეა, ფიქრი ადამიანით დგას და გზას გაჰყურებს, კი ხედავს რომ ის წინ არის ყველაფერი, მაგრამ თვითონ არ იცის კონკრეტულად საით წავიდეს და რა გააკეთოს, მაგრამ ამ არკანს ფარავს შემდეგი ხმლების 6-იანი, რომელიც თითქოს მიდის თავის რეზულტატამდე, რომელსაც აქვს თავის გზა არჩეული, თავის მიმართულებით მიდის და ანუ სწორი გზით მიდის. ყველაფერი კარგად იქნება და თითქოს მზეც გამოანათებს და რაღაცნაირად წარმატება მოვა მის ცხოვრებაში, აი რატომაც. მოდი ვნახოთ ახლა ფინანსები. რა ხდება ახლა თქვენთან ფინანსებში, როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა? და როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში? თქვენი ფინანსური მდგომარეობა ახლა შესაძლებელია ანუ ფინანსებში იყოს ესეთი რაღაც, რომ ცოტა ჩამოკიდებულად უკაცრავად გრძნობდეთ თავს, შესაძლებელია გინდოდეთ რამე, რისთვისაც არ გქონდეთ საკმარისი თანხა და ამის გამო ემოციურად რაღაცნაირად გრძნობდეთ თავს. თითქოს როგორი შეგრძნება, იცი? რომ ფული არ მეყოფა, აი რატომღაც ეს სიტყვები მოდის. არ ვიცი რისთვის არ გეყოფათ ფული, მაგრამ მოდი ვნახოთ, გეყოფათ თუ არა. თქვენ შესაძლებელია არჩევანის წინაშე იყოთ, ზოგიერთთან შესაძლებელია ახალი ფინანსური წყაროც გამოჩნდეს. დიახასია. ზოგიერთისთვის შესაძლებელია იყოს, რომ თქვენ შესაძლებლობებს დაინახავთ, თითქოს თქვენი ვარსკვლავი გაიხსნება, მიხვდებით, რომ საჭირო ადამიანი ხართ სხვებისთვისაც, მიხვდებით, რომ
თქვენს საქმეში ნამდვილად წარმატებული ადამიანი ხართ და თქვენი ცოდნაც ნამდვილად სწორად უნდა გასცეთ, რომ იმისთვის, რომ თქვენი კუთვნილი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ, რომელსაც თქვენ ელოდებით და აუცილებლად მიიღებთ. და ასევე გამოხვალთ ისეთი სიტუაციიდან, სადაც ფიქრობდით, რომ ვერ გამოხვიდოდით, რაღაცნაირად არ იცოდით საით წასულიყავით და რა გაგიკეთებინათ. ხომ ასია, გამოვა, დიახ. კი, ხომ მოდის? დიახ, სწრაფად მოდის თქვენთან ფინანსური შემოსავალი. მოდი, პირად ურთიერთობაზეც ამას ვკითხავ. აი რატომღაც მინდა რომ ამას ვკითხო ისე. რა ხდება ახლა თქვენთან პირად ურთიერთობაში? და რა მოხდება? რა ხდება ახლა თქვენთან პირად ურთიერთობაში? და რა მოხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში? კარგი. კარგი რა მოხდება? თქვენ ახლა თქვენს პირად ურთიერთობაში შესაძლებელია იყოს ესეთი რაღაცა, რომ როგორ ვთქვა, იცით? ახლა ამ მომენტში შესაძლებელია გადიოდეთ ტრანსფორმაციას, მაგრამ ეს არის მსუბუქი ტრანსფორმაცია. აი რაღაცნაირად განულების, თითქოს რაღაცნაირად დედოფალივით ზიხართ და ელოდებით თქვენს ადამიანს, რას გააკეთებს, რას მოიმოქმედებს. ბავშვურად ლაღად და თავისუფლად შესაძლებელია გრძნობდით თავს ამ ურთიერთობაში. ზოგჯერ პირიქით შესაძლებელია ენდობოდით ადამიანს და თქვენი ნდობა ვერ გაამართლა. ზოგიერთთან შესაძლებელია ესეთი რაღაც, რომ თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპს გადის, ანუ იცვლება ეს იმას ნიშნავს, რომ ანუ რაღაც ეტაპი დაასრულეთ და შემდეგ ახალ ეტაპზე გადადიხართ. აი თითქოს საყვარელი არკანიდან უსასრულობის ნიშანი რო აქვს თავზე და უსრულებლობის ნიშანი. და რა ენერგიებში იქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში? ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ მაინც რაღაცნაირად თითქოს ეს ადამიანი თქვენი სულის ნაწილია, რომელიც ძალიან გიყვართ და ძალიან გინდათ, რომ თქვენთან მოვიდეს. ესეც კიდე რაღაცნაირად ზის თავისთვის ტახტრავანზე და ელოდება შესაძლებლობას ალბათ თქვენთან დაბრუნების, თქვენთან მოსვლის. ან გეგმებს ახავს, რა უნდა გააკეთოს, რა უნდა გითხრას, როგორ უნდა მოიქცეს და ასე შემდეგ. ან რით გაგახაროთ, შესაძლებელია ამას ფიქრობდეს. ასევე ზოგიერთთან პირდაპირად ასე რეზონირდეს, რომ თქვენი ადამიანი მოვიდეს თქვენთან საჩუქრითაც, ისედაც შესაძლებელია საჩუქრის გარეშედაც მოვიდეს და ძალიან კარგად კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნოთ თავს, აი თითქოს რაღაცნაირად ოჯახურ სიტუაციას მოიტანს. ზოგიერთთან შესაძლებელია ესე რეზონირდეს, რომ თქვენი ადამიანი, ვისაც თქვენ დიდხანს ელოდებოდით, ოჯახში დაბრუნდეს თქვენთან. გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას.